ჩვენი ჯგუფს რაც შეეხება ძალიან რთული მეტოქე, ერთი მეტოქე, რომელიც არის ესპანეთის ნაკრები, უხერხული მეტოქე ჩვენთვის. რაც შეეხება თურქეთს და ბულგარეთს, რა თქმა უნდა, დღევანდელ დროს ყველა ნაკრები ძალიან ძლიერი ნაკრებია და ყველა ნაკრებთან რთულია თამაში. ყველა ნაკრებსთან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაგრები არიან, ჩვენც ძალიან კაი გუნდი ყავს და ვფიქრობ, აი ამ ორ თამაშს როგორ შევხვდებით, ძალიან ბევრ რამეს გადაწყვიტავს, ბევრ რამეს გვანახებს, ამიტომ ამ ორი თამაშისთვის აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი გჭირდება, რომ მაქსიმალურ დონეზე ითამაშოს და რა თქმა უნდა წარმატებას მივაღწიოთ, იმიტომ რომ თურქეთი ისეთი ნაკრებია, ვიცნობ, თურქეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ვეთამაშეთ, არის ძალიან ძლიერი გუნდი და მათთან სახში თამაშით, რა თქმა უნდა, ჩვენი მეზობლები არიან და რა თქმა უნდა ყოველთვის განსაკუთრებულია ეს თამაშების თამაში, იმედია რომ გარემო იქნება ძალიან კარგი, როგორც ჩვენ გვჩვევია სახლის თამაშებზე, გუნდს მოეხმარება ჩვენი გულშემატკივარი და რა თქმა უნდა სტარტს ავიღებ ძალიან კარგად. რთული თამაში იქნება მეორე თამაშიც, იმიტომ რომ ძალიან მოკლე ხანში გვიწევს ორი თამაში და ესეთი კვირაში ძალიან რთულია ორი გამარჯვების მოპოვება, მაგრამ რა თქმა უნდა პირველ თამაშს თუ წარმატებულად ვითამაშებთ, მეორე თამაშსაც კარგ ემოციებზე აუცილებლად უნდა შევძლოთ ამ თამაში გამარჯვების მოპოვება. ძალიან ახალგაზრდული გუნდი არის დღევანდელი ჩვენი ნაკრები, მე ჩემ თავს თუ არ ჩავთვლი, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და ძალიან მაგარია რომ ესეთ დონეზე თამაშობენ, იმიტომ რომ სანაკრებო დონეზე გჭირდება გამოცდილება და ამ ბიჭებს ვინც ევროტურნირებზე თამაშობენ, აი მან დიდენ ძალიან დიდ გამოცდილებას. სათამაშოს დონის, ხარისხის ჩვენი ნაკრებისთვის არის ძალიან მაგარი რომ ესეთი ფეხბურთელები ყავს, ესეთ ქვეყნებში თამაშობენ, ესეთი ტოპ ლიგებში თამაშობენ. ამიტომ რა თქმა უნდა ის დაგვრჩენია ახლა რომ კარგად ვითამაშოთ, გამარჯვები მოვიპოვოთ და რაღაცნაირად საგზური მოვიპოვოთ მსოფლიო ჩემპიონატის, რაც იქნება ძალიან რთული გზა.